Lider internet სივრცეში. იყო ჩამოსული ესეთი უნიჭიერესი ქორეოგრაფ რეჟისორი მიუზიკლების რედა Bent4 რედა, რომელმაც გააკეთა ვერის უბნის მელოდიები, თავისებური ინტერპრეტაცია. ხო და შენ ხარ ჩემი მოდელი. იქ იყვნენ სამეჯლისო სპორტული ცეკვების მოცეკვავეები, იყვნენ ბალეტის წარმომადგენლები, იყვნენ მსახიობები, იყვნენ მომღერლები. მე ვიყავი და სუხიშვილები, როგორ დაგავიწყდა. სიკვდილი ბოდიში სუხება, ხო და მე ვიყავი როგორც ერთ-ერთი მსახიობი, სალომე იყო როგორც ერთ-ერთი მოცეკვავე. გავიცანით იქ ერთურთი. ხო და აქ ხო იყო ეს რეპეტიციები, ჩემთან იყო თეატრში, მუსკომედიის თეატრში. იყო ორი თვე იყო იქ. არა, ერთი თვე. ერთი თვე იყო, მე მგონი დაახლოებით მუსკომედიაში. მე გადავიბარგეთ რკინიგზელთა სახლში. მე კიდე იქ იყო რეპეტიციები რამდენიმე თვე, მე გადავიბარგეთ ბათუმში. ბათუმში იყო 1-2 თვე მე მგონი, მე იყო პრემიერა. მე ამ სპექტაკლით მოვიარეთ ყველაფერი. ხო ასე რომ სალომე გავიცანი იქ, ასე ვთქვა და დამეგობრდით იქ. მე გაირკვა. აი სპექტაკლი ყავს სხვა შორის. მე გაირკვა რომ თურმე კეთდება ცეკვავე მარსულობის მეორე სეზონი. პირველ სეზონში უარი ვთქვი, იმიტომ რომ კოლუმბიაში მქონდა გასტროლი, შენ ხარ ჩემი ბატონი, ხო და მაცადე რომ ლაპარაკობ, ხო და ესე იგი გავიგე რომ უბრალოდ ამან გაიგო რომ მე ვცეკვავ. მე ვიცი უკვე რომ ვინც ხა სალომე ჭაჭუა, რომელიც ნუ ისე ცეკვავს რომ და ამბავი და YouTube-ში ნახეთ, ცეკვავს რა, ნუ სერიოზულად ცეკვავს და იყო ესეც შემოთავაზება რომ ერთად დადეკით. რატომაც არა ვიფიქრე, რატომაც არა, ჯანიც გავარდეს, ხო ეს ბერძნული გამოთქმა, ხო და დავდექით ერთად, ამის ჯოჯოხეთი იქ დაიწყო, ჩემი ჯოჯოხეთი იქ დაიწყო, იმიტომ რომ იყო რტყმა, ამბავი რაღაც, მაგრამ გახსოვთ. ჯოჯოხეთი იყო, აბა რა იყო 20 კილო რო დაიკლებ ადამიანი და ხერხემაში 5 თითი რო გეტყობა ესე ჩარტყმული. ამის მერე მეგობრები ხო ვიყავით, დაახლოებით 1-4-5 თვის მერე ეს მეგობრობა შენ ხარ ჩემი ბატონი, რაც ხა გადაგვეზარდა, რაც ხა გავეპრანჭეთ ერთმანეთს. ასე გავეპრანჭეთ, ხო და ეს უკვე ჩემს სასწაულში დვიჟენიობდა რა, ერთი სამეგობრო ამბავში ვიყავით და ნუ რაღაცა იქ დვიჟენიები და მწვადები და ამბავი და რაღაც. მე გადავწყვიტეთ რომ ზღვაზე უნდა წავსულიყავით სასტავი. სასტავი როგორ სამეგობრო, აპატიეთ სლენგისათვის, ხო და ეს სამეგობრო წავედით გონიოში ვიყავით? გონიოში ჩავედით, ერთი 10 კაცი ვიყავით, თაზე. იქ მე მიყვარს პახოდებს სიარული რა და იქ გვაქვს ერთი საფახოდების სარფის მთარი და იქ კაროები დაამბებით, ნუ ყველაზე მაგარი ადგილია ჩემთვის. და ამას კითხე, ამან მეც რა ვსვია, მე მიყვარს რომ ახლა ჩემი მოგონილია სიტყვა პახოდი, ლათინურად სალომეს ნიშნავს ესე მითხარ. მე ვწყერი წავედით თქო. გავგაზეთ, წავედით, ჩავედით და აი რაღაცა ამ მზის ჩასვლა იქ ხო ხდები თოლია შენთან ჭყავის გვერდზე რომანტიკას რო გიქმნის. ასე იქიდან რო ჩამოვედით, რაცხა აფურცქრულები ვიყავით ესე. მე დავიწყეთ ბოდიალი და ასე შევბოდიალდით და აგერა. მე წავიდა შანკევანში თავი დაჩათ რაღაცა და ვერ ვისვენებ რაღაცა მინდა რომ სიყვარული კიდე აუხსნა და კაცინოთ დილის 6 საათია ღამეა ანუ დილის ღამეა ჯერა გაცინებულა და ვერ ვისვენებ რა და შანკევანი ერთ საგურამოზე 6 კილომეტრია და ღამე დავახტი მანქანას მივდივარ და რაღაცა უნდა ვქნაო წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა ვქნა და შემოხვდა სმარტი მაღაზია და შევარდი და ნუ რაღაცა უნდა ვიყიდო რითიც რაღაცას ვიზავ ერთადერთი რაც ნახე არის ფერადი მისაწევებელი ფურცლები რო არის რა ბევრი ეგ ფლომასტერი და ვიყიდე ავედი შანკევანში გავაჩერე მანქანას სადღაც 40 კილომეტრში თუ რაღაცა აღჭურვილობა მანქანაში ყოველთვისა რაღაც ჯეიმს ბონდივით გამოვეწყო ფანარი თავზე ავიდე იარაღი ჩავიდე გადავედი და ხობეზე გადავძვე სახლის ხობეზე და დავხტი ძირს და ეხა ფიქრობ რომ სალომეს გარდა იქ არის სალომეს და 8 წლის დიშვილი ძმა დედა ოჯახი ეხა რომ ვიღაცა შავი კაცი იარაღით გადმოხტა ეზოში და ტყუილად გადავხტი მე ხტი უკან გადავხტი და გავარ კარებთან და ფიქრობ რომ რა გავაკეთო თუ რა გამოსწრებ ფურცელი ვიყიდე და ავიღე და მთელი ესეთ ფოტოც გვაქვს რა მთელი დიდი ჭიშკარი რაც არის ეზოში ეს პატარ-პატარა სტიკერები მთლიანად თელკარზე მივაწერე ეს მივაწერე და მივაწერე რაღაცა მენატრები სულ აი გავავსე და აუ ჭკუაზე არა ვარ უკვე რიჟრაჟს იწყებს თუ რაღაც და ეს რო უყურე ხო სიკუთარ შედევს სიგარეტს ეწევი და უცებ დამეცა წვიმა დამეცაწვიმა მესამე მეოთხე მეხუთე და ხვდები რომ ფურცლები ცვივა ნელ-ნელა რა უთ მინდოდა რა იცი რომ არც ვეთყოდი ის წამოვიდო და ვიღაცა ხო გამოვიდოდა გარეთ და ვაიმე ვინ არის რაღაცა და ნუ მივხვდები რომ მივხვდი რომ წყალში მეყრება მთელი ნაწვალები იმიტომ რომ ჩამოირეცხა ნახევარზე მეტი 6 საათს დაურეკე და სალომე რა გინდა ამის ხმარ ერთი გარეთ გადია მაგ აიხედა რაღაცა ხდება მე მგონი გარეთ და გავიდა და იყო იქ ვაიმე და დღემდე შენახული აქ ის ფურცლა აი ესეთი ორიგინალური ვარ 6 ლარში გამოვწვერი 6 ლარი დამიშდა მარკერი და ისინი რა ქვია რა
ფურცლები. ძალიან მომეწონა რა, არ იყო რა ბანალური ცეცხლი. ვარდები, ახლა ვარდოსანიზე ვარ, ახლა ვარდები, ვერერისები. ძალიან კარგი დიდი ხანი არ ყავდა ერთმანეთთან ახლა რაღაცა სამხარდა დაურეკება რაღაც დარჩენილი iPhone Plus-ი აირჩიეს სასურველი პროდუქცია და მიიღე 0%-იანი განმარტება ნებისმიერ შენაძენზე. მისამართი: ჭავჭავაძის 19 და პეკინის 11.